გამარჯობა, მე ვარ სალომე კასრაძე, პოდკასტერი და დღეს ავარჩევ ჩემს საყვარელ სამ წიგნს, რომელიც მსოფლიო კლასიკაა და მე ყველაზე მეტად მიყვარს. პირველი ეს არის ვეფხისტყაოსანი. დღეს გადაწყვიტე, რომ განსაკუთრებით ქალების აუდიტორიისთვის საინტერესო დეტალზე გავამახვილო ყურადღება არა მარტო ვეფხისტყაოსანზე, არამედ იმ დანარჩენ ორ წიგნზეც და რაღაც საერთო დაგანახოთ, რაც ჩემი აზრით ამ წიგნების გმირებს აერთიანებთ. ქალებმა უნდა აიღონ მაგალითი ვეფხისტყაოსნის გმირი ქალებისგან, სამივე მთავარი ქალისგან, ნესტანისგან, თინათინისგან და ფატმანისგანაც და აქ რაც არის ყველაზე ისეთი დეტალი, რაც აკლია ჩემი აზრით თანამედროვე ქალს, ეს არის გამბედაობა და მოუკიდებლობა და საკუთარი წესებით ცხოვრება. აი სამივე ეს გმირი, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს ერთ შეხედვით არც გვანან და მესამე ფატმანი მაგალითად საერთოდ მათი საწინააღმდეგოც არის, სამივეს აერთიანებს ჩემი ხედვით აი ეს, რომ ისინი თავისი წესებით ცხოვრობენ. არავის არ ეკითხებიან აზრს, არ ყოყმანობენ თავის გადაწყვეტილებაში და არიან გაბედულები მამაკაცებთან. თინათინიც და ნესტანიც და სხვათა შორის ფატმანიც პირველ ნაბიჯს თვითონ დგავენ მამაკაცების წინაშე და თან რაც თავარია რაღაც დავალებას აძლევენ, რომ სიყვარული საქმით დაუმტკიცონ. ოღონდ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი რანგით ერთ-ერთ ყველაზე უძლიერეს და უმაღლესი რანგის მამაკაცებთან იქცევიან ასე რომ იმასაც აქვს მნიშვნელობა, ვისთან იქნები გაბედული და ვისთან გადადგამ პირველ ნაბიჯს. ახლა მოვძებნი მეორე წიგნს. ეს არის დონ კიხოტი და შეიძლება იფიქროთ, აი რა კავშირი შეიძლება ქონდეს ამ ორ წიგნს ერთმანეთთან. ჩემთვის ეს არის ასევე მთავარი გმირის გაბედულება, გამბედაობა, მისი უნიკალურობა და სწორედ ის, რომ ის ამ ცხოვრებაში ირჩევს ისეთ ცხოვრებას, როგორც მას სურს, როგორც მას ჯერა და როგორც მის გულს და სულს უხარია. და თან, ვეფხისტყაოსანი ხო ჩემთვის რაღაც უნაკლო ნაწარმოებია და დონ კიხოტი მატებს იმას, რაც არის საოცარი იუმორი. ყოველთვის როცა უნდა წავიკითხო დონ კიხოტი, ცრემლებამდე ვტირი ხოლმე იმდენად მეცინება რაღაც პასაჟებზე და რაღაც მონაკვეთებზე, ასე რომ თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, ეს სიამოვნება ნამდვილად გელით წინ. და ბოლოს მესამე არის ჩემი ასევე უსაყვარლესი ავტორი ვაჟა ფშაველა. ანუ საერთოდ ვაჟას ყველა ნაწარმოებში ერთ-ერთი მთავარი დეტალი არის სწორედ ის, რომ ადამიანი თავისი მორალით, თავისი პირადი ზნეობრივი ნორმებით მოქმედებს. ის შეიძლება დაუპირისპირდეს კიდევაც თემს, დაუპირისპირდეს იმ სოციუმს, სადაც იშვა, საიდანაც წარმოსდგა, რომელიც ძალიან უყვარს. თვითონაც ამ თემის და ამ სოციუმის ნაწილია და პროდუქტია, მაგრამ მაინც აი ზნეობრივი განვითარების უმაღლეს საფეხურზე არიან ვაჟას გმირები და ისინი თავიანთ პირად გადაწყვეტილებას ამ ცხოვრების თავიანთი წესით ცხოვრებას არჩევენ. და ერთ-ერთი შემიძლია დავასახელ, ეს არის სტუმარ მასპინძელი და ბოლო ერთ-ერთ კუპლეტს წავიკითხავდი, რაც გარდა იმისა, რაც ვახსენე, რაც მომწონს მე ვაჟას გმირებში, კიდევ ერთი დამატებითი დეტალია, რომელიც მინდა რომ ამ შვიდ-წუთში ჩავატიო. ვაჟკაცობისას ამბობენ ერთურთის დანდობისასა, სტუმარ მასპინძლის წესზე და ცნობის და დაძმობისასა. ანუ ის რომ ვაჟკაცობა არ არის ერთმანეთის ამოჟლეტა, ეს არის პირიქით დანდობა, გაგება და აი სწორედ ამ პოლარიზაციის დანგრევა, რომ ურთიერთსაპირისპირო უკიდურესობებში კი არ ვიყოთ, არამედ გავუგოთ ერთმანეთს. და ეს არის ნამდვილად ვაჟკაცური საქციელი. სხვათა შორის ამ ვიდეოსთვის რომ დამირეკეს, მითხრეს რომ ეცადეო ისეთ წიგნებზე ისაუბრო, რომელიც ბოლოს წაიკითხეო, რომ ეს რაღაც ემოცია და გრძნობები იყოს ცინცხალიო და ეს სამივე ნაწარმოები ისეთია, რომელსაც მივაკუთვნებდი ყოველთვის ბოლოს წაკითხულ ნაწარმოებს, იმიტომ რომ სულ ყოველ წელიწადს ვკითხულობ. აი მაგალითად ვეფხისტყაოსანი მამაჩემმა მასწავლა
მირჩია უბრალოდ, რომ ესეთი ნაწარმოებია, რომელიც ყოველ წელს უნდა წაიკითხო. მინიმუმ წელიწადში ერთხელ, იმიტომ რომ რაღაც ახალს იგებ, რაღაც ახალს აღმოაჩენ, არ არსებობს, აი მას მერე რაც ეს მამა მითხრა, რომ ვკითხულობდი წელიწადში ერთხელ, არ მახსოვს, რომ რაღაც ახალი არ გამეგოს, რაღაც ახალი არ გამეაზრებინოს, რაც მე თვითონ მეხმარება იმაში, რომ ჩემი ცხოვრება იყოს უფრო გასაგები, ურთიერთობები, ადამიანები იყოს ჩემთვის უფრო გასაგები და ჩემი დამოკიდებულებაც, აი გამიმარტივდეს გადაწყვეტილების მიღება. იმ დამოკიდებულების შედეგი, სწორედ ამის შედეგია ის, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ახალ წიგნს ვკითხულობ, ან ძველს ვკითხულობ და რაღაც ახალს ვიაზრებ, რაღაც ცხოვრებაში მიადვილდება და მიმარტივდება.